რუსთაველის მხრიდან მოვდიოდით თაბუკაშვილით და აი დაახლოებით ბილტვანს უკან აქვე დაღმართი რო იწყება და ვინახეთ რომ მირბოდა ერთი ადამიანი დროშიანი და უკან მისდევდა 10 შავებში ჩაცმული ადამიანი და თავიდან ჩვენც გვეგონა ტიტუშკები და ანუ მანქანიდანვე დავიწყეთ ყვირილი სანამ მივადგებოდით რომ ხელი გაუუშვითო და რომ მივადექით მანქანით გაიარეთ ესე გითხრათ ხალხო გიხებთ გიჩან თუ ხარ სახეები მისეს მუხლი გვაჩვენეთ გავიციეთ ეს სამი ეგრევე ტელეფონი ამოვიღე თავიდან წამიერად გავიფიქრე რომ 112-ში დავრეკავდი დასახმარებლად მაგრამ მივხვდი რომ ან ვერ დაგვეხმარებოდნენ და აზრი არ ქონდა ეგეთ გარემოში ვცხოვრობთ უკვე რომ ან ვერავინ ვერ გვიცავს ერთმანეთის გარდა და ეგრევე ლაივი ჩავრთეთ მე და ჩემი მეგობარმა და გადმოვედით ვეკითხებოდით ამ ადამიანებს ანუ რატო აკავებდნენ რო დაგვინახეს ანუ ზურგით შეტრიალდნენ ჩაიცვეს ეს ნიღბები და ზურგით იდგნენ იმიტომ რომ არ უნდათ რომ ჩვენ გადაგვეხო მათი სახეები ერთ-ერთმა თქვა რომ პოლიცია ვართო არც ერთს ყველას ქურთუქს დავაკვირდი არც ერთს შემიძლია დავადასტურო რომ არანაირი პოლიციის ნიშანი არ ქონდა ერთ-ერთს ქონდა რაღაც საქართველოს დროშა მაგრამ ანუ ვერ მიხვდებოდი ამით რომ პოლიცია იყო ვერაფერ უცხო თვალისთვის ყველაფერი უკანონოდ ტარდებოდა ჯერ დაედევნენ ძალიან აგრესიულად აკავებდნენ ანუ არანაირი ახსნა ან გაფრთხილება არ ყოფილა ანუ თუ სამართალდამცავია ხო უნდა გააფრთხილოს რომ რაღაც ან გაჩერდით ან შეჩერდით ანუ მსგავსი არაფერი არ ყოფილა უბრალოდ გამოეკიდნენ ამ ადამიანს დაესია 10 ადამიანი ერთ ადამიანს და ანუ არავინ არ ვიცოდით იქ რა მოხდებოდა უნდა ვიცნო რომ პოლიციელი ხარ ამე გაცვია ადამიანებს იტაცებს ჩამოიცი დამანახე სახე დაიტაცეს ადამიანი დაუცველობის შეგრძნება გვაქვს, იმიტომ რომ სახელმწიფო ჩვენ არ გვიცავს, პოლიცია ჩვენ არ გვიცავს, ანუ ვართ მხოლოდ მართლა ერთმანეთის იმედად და ჩვენი ერთადერთი იარაღი არის, რომ ტელეფონი ამოვიღოთ და გავიდეთ ლაივში, რომ ადამიანები მოვიდნენ შემდეგ და დაგვეხმარონ. ახლა ვინ არის ქალბატონო რა? მიუხედავად იმისა, რომ ხედავთ, როგორ ტერორში ყავს ივანიშვილის ხელისუფლებას ხალხი და ყოველდღიურად ამას ხედავთ, მაინც ყოველ ჯერზე ეს არის წარმოუდგენელი ამის ყურება, რომ ღამით ადამიანებს დაკავების ვითომ რაღაც გამართლებით ქუჩაში იტაცებენ. ეს არის ტერორი, ეს დაკავება არ არის არანაირ ასპექტში.